გამჭვირვალობის შესახებ საქართველოში მიღებული კანონის ერთ-ერთი გამორჩეული კრიტიკოსი ჩეხეთი მსგავსი შინაარსის კანონის მიღებას გეგმავს. ის რომ გამჭვირვალობა პრიორიტეტი იქნება, ეს ჩეხეთის ახალი კოალიციური მთავრობის პროგრამიდან ირკვევა. 38 გვერდიან დოკუმენტში სხვა საკითხებთან ერთად საუბარია მესამე სექტორზეც. პოლიტიკური საქმიანობით დაკავებული ორგანიზაციებისთვის სავალდებულო ხდება საზღვარგარეთიდან მიღებული დაფინანსების გამჭვირვალობა და იკრძალება სახელმწიფო დაფინანსების გამოყენება პოლიტიკური აქტივიზმისთვის. რატომ არის საქართველოსთვის მიუღებელი ის გადაწყვეტილებები, რაც ჩეხეთში ეროვნული ინტერესების დაცვა და გარეთ ჩარევების პრევენციად ცხადდება. ეს არის კითხვა, რომელსაც ქართული ოპოზიციის ნაწილი თავს არიდებს, მეორე ნაწილი კი ჩეხეთთან პარალელების გავლებას არარელევანტურად მიიჩნევს. რაც შეეხება მმართველ გუნდს, ჩეხეთის ახალი მთავრობის გეგმები ქართული ოცნებისთვის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ რეზონანსული კანონების მიღება ქვეყნისთვის აუცილებელი იყო. შეუერთდება თუ არა ჩეხეთი ევროკავშირის კონსერვატიული ქვეყნების მცირე ჯგუფს და მოირგებს თუ არა მეამბოხის როლს ევროპაში არსებული ტენდენციების წინააღმდეგ. ეს შეკითხვა ჩეხეთის ახალი კოალიციური მთავრობის პროგრამამ გააჩინა, სადაც სუვერენიტეტის შენარჩუნება და ეროვნული ინტერესების დაცვა მთავარ ხედვად არის დასახელებული. ვისგან ან რისგან ცდილობს ჩეხეთის სუვერენული ინტერესების დაცვას ჯერჯერობით არ განუმარტავთ. თუმცა 38 გვერდიან დოკუმენტში გაწერილი კიდევ ერთი ხედვა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ქვეყანა უცხოური გავლენების დომინირებას უფრთხის. ვინაიდან ერთ-ერთ მთავარ ხედვად სწორედ ისაა დასახელებული, რომ პოლიტიკური საქმიანობით დაკავებულ ორგანიზაციებს საზღვარგარეთიდან მიღებული დაფინანსების გამჭვირვალობა დაევალებათ. გეგმის მიხედვით ასევე შეიქმნება საჯარო რეესტრი ბიუჯეტიდან არაკომერციული ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი ყველა სუბსიდიისთვის. პრაქტიკულად ამ მხრივ ჩეხეთის პოლიტიკური დისკურსი ემსგავსება იმას, რის გამოც თავად ჩეხეთიც კი დასავლურ საზოგადოებასთან ერთად საქართველოს კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდა, კანონმდებლობას კი რუსულად რაცხავდა. დღეს სამი ჩეხური პარტიის კოალიციურმა შეთანხმებამ კიდევ ერთხელ გააქტიურა შეკითხვა, რატომ არის მსგავსი კანონი გამართლებული და სასარგებლო ნებისმიერ დასავლურ ქვეყანაში და რატომ არ ეპატიება ის საქართველოს. საპასუხოდ ქართულ ოპოზიციაში ხშირად ამბობენ, რომ საქართველო აქამდე დასავლური დაფინანსებით მოვიდა და მისი გამჭვირვალობის მოთხოვნა მტრული ჟესტია. დღეს კი ზოგიერთმა მათგანმა პარალელის გავლება საკუთარ კომპეტენციად არ მიიჩნია და მოვლენების ვიწრო პრიზმიდან ყურება გადაწყვიტა. არა ვარ საერთაშორისო მიმომხილველი. მე ვარ ქართველი პოლიტიკოსი და ქართველი პოლიტიკოსის საქმე არ არის ჩეხეთის შიდა პოლიტიკური საკითხების კომენტირება შენთან. ეგ არის გამოგონილი კითხვა. საქართველოს მოქალაქეებს არ აინტერესებს ჩეხეთის შიდა პოლიტიკა. ინიციატივა რუსული არ არის. რატომ არის რუსული? რაღაც რეესტრის შექმნა თავისთავად რუსული არ არის, კაცო. ქართულ ხალხს აქვს სიბრძნე და თულად არ უწოდებს რაღაც კანონს, რუსულ კანონს. ამ კანონს რუსულს იმიტომ უწოდებენ, რომ საბოლოო ჯამში რუსეთის სტრატეგიულ მიზანს ემსახურება და კოპირებას წარმოადგენს იმ კანონების, რომლის წყალობითაც რუსეთმა მედია საშუალებები, არასათუ ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტნიორები მოახერხა საკუთარ ქვეყანაში. სხვა ქვეყნებთან შედარებას უბრალოდ რელევანტურად არ მივიჩნევ, იქიდან გამომდინარე, რომ მოცემულობა არის სრულიად სხვა, სასამართლო კანონები და სხვადასხვა რეპრესიული გადაწყვეტილებები მთავრობის მხრიდან. ოპონენტებისგან განსხვავებით საქართველოს ხელისუფლება ჩეხეთის ახალი კოალიციური მთავრობის პროგრამის სიღრმისეულ ანალიზში შედის და იდეოლოგიურ კავშირსაც ხედავს. ქართული ოცნებიდან განსაკუთრებით მიესალმებიან სუვერენიტეტის შენარჩუნებაზე გამოხატულ ინტერესს. შეიცვლის თუ არა ოფიციალური პრაღა ოფიციალური თბილისისადმი დამოკიდებულებას და გახდება თუ არა ევროკავშირთან დაძაბულ ურთიერთობაში მყოფი ხელისუფლების მოკავშირე, ეს ჯერ რთული სათქმელია. ჩვენ ამას ყველანაირად მივესალმებით და მხარსაც უჭერთ ევროკავშირში ტენდენციას, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ ის ძალები, რომლებიც ორიენტირებული არიან ეროვნულ ინტერესზე, ორიენტირებული არიან ტრადიციულ ღირებულებებზე. ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც ზოგიერთი ქვეყანა თუ ბრიუსელის ზოგიერთი სტრუქტურა ეპყრობა როგორც მეორე ხარისხოვან ხალხს თუ სახელმწიფოს და დამრიგებლის ტონით ესაუბრება იმაზე, თუ რა არის ეროვნული ინტერესები და კარგია, რომ უნგრეთთან, სლოვაკეთთან ერთად ჩეხეთიც ახლა ასეთ მიდგომებს აჟღერებს. ხელისუფლებები ევროკავშირში ხედავთ, რომ იცვლებიან, მიდიან, მოდიან, ყველას თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს, ამიტომ აი ამ დროებით პოლიტიკურ დღის წესრიგზე არ უნდა იცეკოს საქართველო. საქართველოს უნდა შეხედოს რა არის თავისი ეროვნული ინტერესები.
უცხოეთიდან შედინებული თანხების გამჭვირვალობის ვალდებულება ორგანიზაციებს ევალებათ ევროკავშირის სხვა არაერთ ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთშიც. მსოფლიოს დასავლეთ ნახევარსფეროში კი ისეთ გავლენიან სახელმწიფოებში, როგორიცაა ამერიკა და კანადა. ზოგიერთი მათგანი გამჭვირვალობის კანონს საქართველოში იგივე ბაზის ამოქმედების კრიტიკის ფონზე იღებდა და ის არც მას შემდეგ შეწყვეტილა, რაც საქართველოს პარლამენტმა ამერიკაში მოქმედი ფარას ანალოგი დაამტკიცა. ქვეყნის შიგნით მთავარი მოწინააღმდეგეები არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია არიან და მათი ძალისხმევით აღნიშნული კანონის გაუქმების მოწოდებები ევროსტრუქტურებში შემუშავებულ რეზოლუციებში დღემდე კეთდება. მათი მხრიდან ბრძოლას ინიციატივის ავტორი ქართული ოცნება კი იმით ხსნის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები რეალურად პოლიტიკურად ანგაჟირებულები არიან და არ სურთ გამოვლინდეს, რომ მათი ფინანსებით ძირითადად ოპოზიციის ბიუჯეტი ივსება. სწორედ გრანტებით დაფინანსებულ აქციებს უწოდებს მმართველი გუნდი ბოლო წლების ხმაურიან აქციებს და მის დამკვეთებადაც დამფინანსებელ ქვეყნებს ასახელებს. გამჭვირვალობის კანონი იყო სწორედ ის კანონი, ერთ-ერთი ორისგან, რის გამოც ევროკავშირმა საქართველოსთან გაყინა ურთიერთობები. ანუ ის ერთ-ერთი ფუნდამენტი, რის გამოც გაყინა ურთიერთობები და დღეს ვხედავთ, რომ თავად ევროკავშირის წევრი ქვეყანა მესამე უკვე უშუალოდ ამ ფორმულირებით აპირებს იგივე კანონმდებლობის მიღებას და გამჭვირვალობის კანონი, სხვათა შორის, რასაც ჩეხეთი აპირებს, გამჭვირვალობის კანონი არის ბევრად ლიბერალური და ბევრად მსუბუქი, ვიდრე ამას ჩეხეთის ხელისუფლება აპირებს. ამიტომ ალბათ დასკვნა, რაც ასევე ბრიუსელმა უნდა გააკეთოს, იმედია ყოველ შემთხვევაში არის ის, რომ ის პოლიტიკური დღის ეს რიგით ნაკარნახევი კრიტიკა, რაც მოდიოდა ბრიუსელიდან, იმედია გადახედავენ აი ამ გაყინული და იმედია იქნება შესაძლებლობა, რომ ეს გაყინული ურთიერთობები გადავტვირთოთ. ყოველ შემთხვევაში ჩვენ რაღაც სიგნალები გვაქვს და ვნახოთ რა იქნება. ყველას აინტერესებს თუ რაში იხარჯება უცხო ქვეყნების დაფინანსება. ეს არის ნებისმიერი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესში, არც საქართველოს იყო და არის გამონაკლისი. ძალიან ბევრ ქვეყანაში კატეგორიულად აკრძალულია უცხოური ფულის პოლიტიკაში მოხვედრა. ჩვენ რასაც ვხედავთ, სწორედ უცხოური ფული მონაწილეობს დღეს ქართულ პოლიტიკაში და სწორედ ამის პრევენცია გვინდა ჩვენ, ის რაც დემოკრატიის პრინციპების ანიბანია, ჩვენთვისაც იყოს ეს ზუსტად ისევე დაკანონებული, როგორც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. ქართულ ოცნებას ევროკავშირთან ურთიერთობები ბოლო წლების განმავლობაში დაეძაბა. მმართველი გუნდის შეფასებით მიზეზი ევროგაერთიანების გაუაზრებელი პოლიტიკაა, რომლითაც მშვიდობისა და კეთილდღეობის არეალი ომის რისკის და ეკონომიკური კრიზისის წინაშე მყოფ სივრცედ გარდაიქმნა.